მოგესალმებით უბრალოდ ყველას, მე ვარ რაზორებელი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ვესწრებით ისევ და ისევ შემდეგ admin abuse. მაგრამ სანამ ვიდეო დაიწყება, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწვიოთ ჩემი არხი, ამით თქვენ მე ძალიან დამეხმარებით. ასევე თხოვნა მაქვს რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში. ამითაც ძალიან დამეხმარებით და უდიდესი მადლობა წინასწარ, ვინც გაითვალისწინებს ამ თხოვნას და შემოვიდეს ჩემ Discord server-ზე. და ბოლოსთვის მეგობრებო, რაც მინდოდა მეთქვა, არის ის რომ მაქვს მეგობრებო გაკეთებული ჩემი საკუთარი Roblox თამაში, თან უახლესი არის. და ჩემი თხოვნა კიდევ არის ის რომ გადახვიდეთ მაგ თამაშიც, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ვაპირებ რომ მოვხოდო ეგ თამაში მომავლისთვის ძალიან მაგრად და ძალიან მაგარი გათამაშებებიც იქნება მაგ თამაში. მოდი ახლა გადავიდეთ ვიდეოზე და ვილაპარაკოთ აი ამ admin abuse-ზე, რეებიც დაილიკა თან. დავიწყოთ პირველი იმით, რომ Steel Brain-ში ემატება Escape the Tsunami-s game mode, რომელიც თამაშს ძალიან შეცვლით და ვფიქრობ დააბრუნებს მოთამაშეებს, ვინებიც წასული იყვნენ თამაშიდან და Tsunami-ზე გადავიდნენ, რადგანაც ახლა რა მგონია რომ Tsunami-ზე ცუდი გამოვიდეს, ორიგინალ თამაშზე ცუდი რა. ეგ game mode, რასაც სემიაპირებს რომ დღეს admin abuse-ში დაამატოს. და ვფიქრობ ძალიან ბევრი მოთამაშე შევა დღეს ამ admin abuse-ზე, რადგანაც Escape the Tsunami-s უფრო მეტი მოთამაშე ყავს ამ მომენტში, ვიდრე Steel Brain-ს და Steel Brain-ს რომ ეგ დაამატოს, შევარდება ყველა მანდ. ასევე მეგობრებო, კიდევ ერთი ამბავი, რაც მინდოდა მეთქვა, არის ის რომ ამ admin abuse-ში ემატება OG Fuse. მაგრამ კარგი ამბავი ის არის რომ OG Fuse-დან რა ბრეინოტების იყო, მაგას არ აბრუნებს, ჩაანაცვლებს ყველა ბრეინოტს ახალ ბრეინოტებში. და ეგ ჩემთვის კარგი იმიტომ არის, რომ ახლა ამ მომენტში ძველი ბრეინოტები, რაც ძველი Fuse-დან იყო, არის ძალიან იშვიათი, ისეთი იშვიათი, რომ გარამებში ათრეიდებენ მაგას. და ახლა რომ დაებრუნებინა ძველი ბრეინოტები ძველ Fuse-ში, რომელსაც ახლა აბრუნებს, იქნებოდა ეგ ძალიან ცუდი, რადგანაც ფას დაეკარგებოდა იმ ძველ ბრეინოტებს. ამიტომაც ვფიქრობ, კარგი რამე არის, რომ იმის მაგვირად რომ ძველი ბრეინოტები ძველ Fuse-ში დაემატებინა, რაღაც ახალი ბრეინოტები იქნება შიგნით და ასევე Hydro Dragon-ი იქნება, რომელიც არის იგივე Dragon Chameleon-ი, მაგრამ სამთავიანი არის და Mio-ზე მეტს იხდის, რომელიც OG-ია. ნუ Dragon-ი არ არის OG, მაგრამ Mio არის OG ბრეინოტი და მაგაზე მეტს იხდის ფულით. ასევე მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც დამიდონატეს, შემხვდნენ და დამიდონატეს, აი აგერ გამოჩნდება ეხლა. და ასევე Escape Tsunami-s გიფტების გამოვაჩინე, რადგანაც წინაზე მაგ თამაშზე რომ ვიდეო გადავიღე, ძალიან გავარდა ის, აი გითხარით რომ 50 ლაიქზე გადავიღებდი ისევ. და მაგის მერე მე მგონი ახლა მინიმუმ 70 ლაიქზეა და გადავიღებ შემდეგი ვიდეოსთვის ალბათ. შეიძლება სხვა რამე გადავიღო, მაგრამ მომავალისთვის გეგმავ რომ ისევ გადავიღო Escape Tsunami-s ვიდეო და მომავალში მეგობრებო, წესიერი მიკროფონი რომ ექნება, ხანდახან გავსტრიმავ ხოლმე, აი სტრიმები მექნება ხოლმე და იმედია სტრიმები მოიხდება ეხლა. დაგიმუნდით მეგობრებო სულ ყველას და უკვე დაიწყო admin abuse და ეს რა არის Escape Tsunami-s game mode, ვაიმე ორი წამი. OG Fuse შეხედეთ ხალხო. აი ამაში მერე დავაფიუზებ ბრეინოტებს. ასევე დღევანდელი ჩემი მიზანი არის ის, რომ თაკოს ინდექსი შევავსოთ. მოდი დავსპინოთ ეხლა და თან დავტესტოთ. მიეტეტერაში ას დავაგდეთ, რადგანაც ეხლა ეგ წესით იშვიათი უნდა იყოს მისაფიუზებლად. აი ავიღეთ 1.6 მილიონი ფული, რაც ძალიან ცუდია, რადგანაც Secret Lucky Block-ი ძალიან გამიხარდებოდა ეხლა და გამისწორდებოდა, მაგრამ არა. Huge update for real today-ო. ხო, Escape Tsunami-ზე ისე დღეს არ ამგონია შევიდე, რადგანაც შეიძლება ეხლა პუბლიკზე შემიშვას. რაც მეგობრებო სულ არ მაწყობს ეხლა. შეიძლება ეხლა პუბლიკ სერვერებიც იყოს, პრაივეტები და რაღაცები. ამ პრაივეტები ვაფშე არ იყოს, ანუ იმედია მიხდით ასაც გულისხმობ. მანამდე აგერ Fuse ტესტავ და უკვე რაღაც სოსისი და კვეცხეო გამოვიდა ბრეინოტი. მაგის დაგდების შანსი მაქვს ძალიან დიდი, მაგრამ მოდი დაველოდები Fuse Lux, ოდის გააქტიურებს და მე შეიძლება ვიყიდო Fuse-ი. და
და მივაფიუზო ესენი. და რაც შეეხება Escape Tsunami-ს მეგობრებო, Escape Tsunami-ს დავტესტავ მაშინ, როდესაც ვიქნები საკმარისად მომზადებული, ანუ ან ალტით შევალ მაგ game mode-ზე, ან კიდევ დავაცარიელებ ბაზას და ისე, იმიტომ რომ მაგარი მეშინე ხა ძალიან სარისკოა. ამას დიდად არაფერი არ მოემატა. მოდი აბა ესოკი ჩავდოთ და ვნახოთ რა მოხდება აბა. ეხლა წესით უნდა მოემატოს base ესოკი ჯობია იმას ჩიკლეტერას. ნახოთ, მაგრამ არ ვიყიდოთ, მაგრამ მოდი ჯერ ვაფშე ლოს ჩიკლეტერაზე დავტესტოთ. წესით ეხლა უფრო მეტი უნდა დაწეროს, ხო თუ არა? არა, ისე ვიგივე წეს რა არის ძმა. ძალიან ელმივდივარ ეხლა, იმიტომ რომ ლოს ჩიკლეტერა ჩავდე და მაინც იგივე წეს. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ ჩიკლეტერაზე მეც იხდის. აი, მოდი ისევეს დავაბრუნოთ და ნახოთ აბა იმედია არ მელანდება. არა, იმედია მელანდება რადგანაც ძალიან დებილობა იქნება ეხლა. Join up in LTMU, ანუ Escape Tsunami-ს game mode-იო, მაგრამ როგორც გითხარით ძალიან სარისკოა და შევიდეთ. კაი, შევიდეთ და დავიცავ ბაზას რამე თუ მოხდება. აბა მივაკლიკოთ joins მაინც მეშინია ცოტა. joins-ზე LTMU. აი, ჯანდაბა, შევიდეთ, აი დავაჭირე და მზადა ვარ აბა ყველაფრისთვის. აბა რა მოხდება? ჯანდაბას. კაი, არაფერი არ ხდება? წეს უნდა შევეშვი, მაგრამ გაჭირდა მე მგონი. აბა კიდე დავაჭიროთ, რამე თუ მოხდება. არა, ვაფშე არაფერს არ აკეთებს. Discord chat-იც ვნახე წეღან Stibeyontis და მარტო მე არ ვარ ასე, ყველა ეძახსო ვერ შევდივარო. და ალბათ თამაშმა გალაგა, ან Semis კოდმა გაუჭედა, ან Roblox. მართალი ვყოფი ვარ, თამაშმა გალაგა, მაგრამ 10 ვარაუდი ჩამოთვალე და მართალი ვიქნებოდი რომელიღაცაში, აბა არ ვიქნებოდი. ჩემი ბრალი არისო, დაწერა წეღან Semim, Roblox-ი ლაგავსო. და ახლა დაწერა let's wait a second for people to join-ო. რაც ნიშნავს იმას, რომ Semi დროებით არაფერს არ გააკეთებს და დაელოდება ხალხს, რომ შემოვიდეს, რაც ცუდია ჩვენთვის. და გარდა მაგისა, Escape Tsunami-ს დატესვას არ ვაპირებდი, მაგრამ რატომღაც მომინდა ეხლა დატესტვა და ვერ ვტესტავ, რადგანაც არ მუშაობს, აი გაფუჭებულია და არ მუშაობს. ოპა, სნეპი მეგობრებო, როგორც იქნა, აი კაი ხანი ველოდებოდი და ძლივს მიხვდა, რომ ჭედავს ეგ თამაში game mode და მოდი ჯერ ნამდვილ იმას მივხედოთ სერვერსო. ახლა იმედია ლაკი ბლოქები გამოვა და მით უმეტეს თაქოს ლაკი ბლოქები მინდა გამოვიდეს, რადგანაც ვაგროვებ თაქოს ბრეინოტებს, რომ ავიღოთ თაქოს ბაზა და მოგეხსენებათ ასევე ერთი ბაზის სკინი არა მაქვს აღებული, რაც ჩემთვის ძალიან ცუდია და მინდა ჭირდება და ჩემი შანსი არის ახლა ეს და უდიდესი იმედი მაქვს, რომ ეს შანსი დღეს ამ დინამიკში არ გაიმაზება. ოპა, Semim დაწერა წეღან ამ წამს დაამატა 10 ახალი ბრეინოტი Fuse-შიო და Fuse Lux ველოდები მე თორემ ისე არ ვაპირებ რომ გავააქტივორო ლაკი რა Fuse-ი. ესოკის ჩაგდება რომ მინდოდა და დატესტვა, დამავიწყდა ეგ, ეხლა წესით ჰიდრო დრაგონი უნდა გამოჩნდეს, ხო? რადგანაც ესოკი ეხლა ჩიკლეტერაზე უკეთესი არის, მეტი ვალუე აქვს. ძალიან კაი, აბა გადავხედოთ. ვაფშე არ მოემატა რა არის, ჩიკლეტერაზე უკეთესი არ არის ესოკი ეხლა. ძალიან ბანძი Fuse-ია მეგობრებო, მე თუ მკითხავთ, აი ძალიან, აბა რა უნდა არ ვიცი. ამას ეხლა რა უნდა? ოპა მეგობრებო, პირველი სიკრეტი დასპა. სიკრეტ ლაკი ბლოქი მიაყოლა, დავაი ალტის გავიტან ეხლა და როგორც ხედავთ, ეხლა ჩემი ალტი იყიდის, აი ამ ლაკი ბლოქს. ნახეთ მეგობრებო, რა მაგარია. Semi სულ early bird-ზე ასპაუნებდა ხოლმე ამ სიკრეტ ლაკი ბლოქს, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, რა მაგარია ჩემი. თან მე მგონი ისე არ სპაუნდება ლაკი ბლოქი თუ Semi არ დაასპაუნა და მე მგონი Semi დაასპაუნა ყველგან ვაფშე. ოპა, Fuse ლაკი მეგობრებო. ხო, ცოტა ამოჭერი კადრი და მაშინ დაგიბრუნდით და ის ჩართო Semim, რასაც ველოდებოდი 2 წამით. ამას გადავიტანა წავშილ 2 წამით. რადგანაც ძალიან ცოტას აკეთებს ეს ჩვენი გრეიპუს მედუსი, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდია და უნდა წაიშალოს, არ იმსახურებს ჩვენ ბაზაში ყოფნას ეს. კაი, ახლა მივარდეთ და წავშალოთ 5 მილიონი არა ის კიდევ და ეხლა Fuse შევხედოთ. კაი,
ჰიდრო დრაგონი ხوار მეყადავებით 1% აქვს შანსი ვაიმე უნდა ვიყიდო ეს ვეჭველი 1% აქვს შანსი მაგრამ ახლა დავაგდო დავლეწავ ამ კომპიუტერს ზა ვაიმე ჰიდრო დრაგონი გამოჩნდა ვაფშე საერთოდ არ მეგონა ზა დასკიპა ფიუზი რა არის ჩილ პაპი და 20 მინიონს აკეთებს ამში რა არის ეს მეგონა რომ იმას დავაგდებდი ჰიდრო დრაგონს ამ ძაღლისთვის ძმა ჩიკლეტერა მიეტეტერა გავწილე რა არის რა პონტია კაი ამ ძაღლს ასაც უზამ არის ის რომ წავაღებინებ ჩემს alt account-ს და გავათამაშებ მოვლის ამ ძაღლს ნუ ცუდი არის ჩემთვის მაგრამ თლად ცუდი არის ხა გასათამაშებლად ვარ გაეზაღლი და ლაკი ბლოკების სპაუნდება და unboxing-ი რომ ექნება დაგიბრუნებით მაშინ დაგემლით მეგობრებო და ძალიან საინტერესო ლაკი ბლოკები მაქვს და ასევე რაც უნდა მეთქვა არის ის რომ მესამე alt account-ის ყავს ეხლა ცალკე სერვერზე და ეგ ცალკე იღებს ლაკი ბლოკებს და სამომავლოდ unboxing-ს გადავიღებ ნუ შემდეგი ვიდეოსთვის და ეგ unboxing-ი იქნება ძალიან გიჟობა რადგანაც მომიწევს რომ მინიმუმ 2 secret lucky block-ი დავაunboxing-ო მაგ ვიდეოში ახლა სასუყი მაგის გამო შეიძლება იფიქროთ რომ ძალიან დიდი ამბიციები მაქვს მაგრამ სათქმელია თუ ვიდეო უნდა იყოს კარგი შემდეგ ვიდეოში ვეჭველი უნდა დავაგდოთ last secret combination-ი რადგანაც შეიძლება 2-ზე მეტი lucky block-ი გავხსნათ და სემი კიდევ ასპაუნებს lucky block-ებს არ ჩერდება გიჟია იმენა ახლა ასასვისამ არის ის რომ კიდევ ვიყიდი lucky block-ებს არ გავჩერდები და მერე გავაგზავნებ unboxing-ს აი დაგივნით unboxing-ით და ეხლა gold taco lucky block-საც გავხსნით მივახსნით ზევით აუ ზომინდა რომ lost-ი ბითაკოს არა დაიცა დასაინდექსებელი მაქვს ბაზისთვის და მოვისწა 2 დებილი ვარ 2 ბრეინოტი წავშალე თაკოსი შემეძლო მიმეინდექსებინა რადგანაც 20 თაკო ბრეინოს თუ მივაინდექსებთ ვიღებთ თაკოს ბაზის skins მაგრამ მე ხო რაზორებალი ვარ და ყველაფერი უნდა დამავიწყდეს და ნერვები უნდა მეშალოს მაგის გამო მაგრამ დაიკიდეთ მეგობრებო რადგანაც ბრეინოთ გოდები იყო ისინი ასწავშალე და შეიძლება უკვე დავაგდოთ მეორედ კიდე გვაქვს იმედია თაკო lucky block-ები ბაზაში თუ არა გვაქვს იმედია დაასპაუნებს სემი არა გვაქვს სემში ნაძირალა დაასპაუნე კაი რატო გაშიშდა ყველაფერი რა ხდება lucky block-ებს ასპაუნებს თუ რაღაცა გიჟობა დასპაუნდა რატო ყველაფერი გაშიშებული ძმა გავიაროთ აბაცდა რაო ბიჭო სერვერიდან გამოგდო please check your internet connection რა არის ძმა ესენი მეღადავებიან დაიცა alt account-იც გააგდო რომელიც ჩემ სერვერზე იყო და ჩემ მესამე alt account-იც გავარდა რა ხდება გავარკვევთ მაგას გავარკვევთ შევიდეთ მოდი ჩემს private-ზე და გამაგდო კიდევ 2 წამი დავარეფრეშებ და განახებთ აგერ აი გამაგდო შეხედეთ აი აგერ მეგობრებო გადავალე ახლა page-ზე და ნახეთ მეგობრებო გამაგდო კიდევ სერვერიდან რა ჯანდაბა ეტაკა ჩემ სერვერს რა არის აბა შევიდეთ თავიდან და ვნახოთ იმედია შემიშვებს და იმედია მარტო მე არ ვჭის ახლა ეს პრობლემა აშკარად ახლა ინტერნეტი ძალიან ჩქარი მაქვს რადგანაც ვარეფრეშებ ჩხოლებიოდ რეფრეშდება მაგრამ სერვერზე არ შედის კარგით მეგობრებო კარგით თუ მოვახერხე სერვერზე შესვლა დაგიბრუნებით მაშინ ხოლო თუ ეშევედი მომიწევს რომ სამწუხაროდ აი აქ დავასრულო არინაბიუსის ვიდეო რადგანაც ფიზიკურად არ შემიძლია ძმა სერვერზე შესვლა რა არის ეს ვერ ხვდები ან Roblox-მა გაჭედა თუ რა არის ვერ ხვდები კარგით მეგობრებო დაგიბრუნდით სულ ყველას აი ძალიან დიდი ხანი ვიჩალიჩე აი სიმართლე გითხრათ ასე მაქსიმუმ 20 წუთი ვიჩალიჩე რომ სერვერზე შესულიყავი და ძulis გაჭედა Roblox-მა რაღაც პრობლემები ქონდა იმდენი თამაშობს ძმა აი არ ვიცი ხალხო რა შოქში ვარ მაგრამ ამ მომენტში თავარი ეგ არ არის თავარი არის ის რომ ძლივს დავბრუნდით აი დავბრუნდით ამ სერვერზე და ისევ დავესწრებით admin-ს ვინის ახლა სერვერზე შემოსვლას უჩალიჩობდი რამდენი lucky block-ები გავმაზე
შემეძლო ეხლა მაგ ლაკი ბლოკებიდან დამეგდო 6-7-თა რეინბოუ მუტაცია რო ქონდა. Guess what, chat? რა. Guess what ho? ანუ ვინც ინგლისური არ იცის, ეს ნიშნავს იმას, რომ აბა გამოიცა ინტრაო და Sammy's found his base? ორწამ სად? ლაკი ბლოკებითა სავსე. დავლუთოთ, აბა ავიდეთ ზევით, აქ რა ხდება? სემინი სპაიდერინი? აქ ჩიკლეტერა. ვაიმე, რებითისთვის მინდა მუტაციო, ვაიმე. ვერ ვიღებ. დაიცა სტილ. 2 წუთი ალზე რა ხდება? ალზე სიკრეტი მაქვს, მე გადავებით, ბაზარში სიკრეტი გამიჩნდა alt account-ით. ნუ სიკრეტ ლაკი ბლოკი. email account-ით, რასაც ეხლა ვიყენებ. agent account-ი LT რა. LT არა LG, alt account-ი არის ცალკე სერვერზე. და მაგ სერვერზე ბაზარო და ასპაუნა სიკრეტ ლაკი ბლოკებითა, სავსე ძმა. სიკრეტ ლაკი ბლოკები კი გამაქვს ისე. აბა თაკოცადოთ. ჩიკლეტერა ვერ გავიტანი რაღაც. ამის მოპოვება შემილია, მაგრამ ჩიკლეტერას ვერ ვიღებ რატომღაც. არ ვიცი რატომ მეგობრებო, არ ვიცი და რა ვქნა. აი შევაგდებ ბაზაში და ამის ამოქსინგე მეკრება მე და იმედია ისეთი რაღაც დამივარდება, რასაც დავაინდექსებ. თლად რომ უბანძესი რაღაცა დავაგდო. იმედია ისეთი რაღაცა იქნება, რაც ინდექსისთვის მაინც გამომადგება. მეგობრებო, დაგიუნდით და ნახეთ რა ხდება. ლაკი ბლოკები არის და ვაფშე ვერ ხსნი, უყურეთ. ოფენს ვაწვევი გიჟივით და მაინც ვერ ხსნი. რაჭის არ ვიცი მეგობრებო, გაბაგულია და ეს თუ ასე დარჩება სამუდამოდ, შეიძლება დავიტოვო ასეთი ლაკი ბლოკები და გავატრეიდებ რაღაცეებში. დაიცა. ამას ამოვჭრი მერე. რატო გაჭირდა? კიდე გამაგდო? არა! როგორც იქნა escape tsunami server-ზე გადამიყვანა, აბა ნახოთ. ვაიმე, ძლივს მეგობრებო, დავსპაუნდით. აბა speed shop-ი ნახოთ. speed shop და ვიყიდოთ, აბა speed-ი, რატომაც არა. იაფია ძალიან და 2 კვადრილიონი მაქვს. დავაი მივახარჯეთ ყველაფერი speed-ში და აუ ამ თამაშს VIP კედელი აქვს. ეხლა ცოტა გამიჭირდება, აი აქ ჩასვლა. თუ არა. ნუ 100 speed-ი მაქვს და ნახოთ თუ გამომადგება. ძალიან საინტერესო, აი ერთ-ერთშია, პროსტა აპდეითი არ აქვს ამას. ანუ ბრეონტებს ვერ დააპგრეიდებ, რაც კარგია ეკონომიისთვის. რადგანაც ეხლა მე მიჩვენია, რომ ცოტა რთული იყოს ინარი ბრეონტის დათრევა, რომელიც იხდის ძალიან ბევრს, ვიდრე აი აპგრეიდებით ძალიან გამარტივდეს ეგ ყველა. მეწევა 2 წუთი ჩავიდეთ. ვაიმე, არა. რაღაც რთულია, ხო ჩოლები ცუნამის დაჭერებით. არა, ორივე ცუნამი რთულია ძმა, ანუ ძალიან ჩქარე რო იყო, გიჭის ქვევი ჩასვლა. და ძალიან ელი რო იყო, შოს ვერ გადიხარ. Roblox-ო, რას მარესეთები ბიომა. მაგრამ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ადმინაბიუსი, უკვე დასუსს უახლოვდება ნახვამდისო სემი. აუცილებლად დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი და ასევე აუცილებლად დამწერეთ კომენტარებში თქვენ როგორი ადმინაბიუსი გქონდათ. ხოლო თქვენთან იყო რაზორებალი, მალე unboxing-ის ვიდეოსაც დავდებ და აბადროებით.
2, 1, 2, 3, 4. Anata ni totte 幸せは何も起きない日々穏やかに